სუდის დასმა დეტალებში დაინახეთ სამაგიეროდ. კი, იმიტომ რომ ამბავი რო ატყდა მე მოვუხე. ნათია მეცატეხა ამბავი. როცა მთვრალი და თავად კანონდამრღვევი პოლიციელი უხეშად შეეხო მას ხელით. ამაზე არ მოგიხედავთ? არა, იმიტომ რომ მე მეუღლეს ვესაუბრებოდი რა და ხმაურზე გამოვიხედი მე რა. გთხოვთ გაუშვათ რესტორნის კამერებიდან ამოღებული მასალა, რათა ნაფიცმა მსაჯულებმა თავად ნახონ რა ხდებოდა. ხმის გარშეც გასაგებია ბევრია. ნუ სპეკულირებთ ამ გასაგებობით რა ძალიან გთხოვთ, არაფერიც არაა გასაგები ჩანაწერზე. ის არ გავაშვებინებთ სასამართლოზეო. გავუშვეს. კაროჩე რა. აი თქვენ დედებს მოუტყნავ. ბჭო ორ ბაც ვერ მოგაბარებთ ადამიანი ორს. თქვენ გელა არ დავიღუპოთ, რასაკეთებ? აი რო შემეშინდა ამაზეც გული მერევა რა დამაძინებს ახლა ამას რომას შევარჩინო და გადავყლავ დაგვხოთ სავსის კაცი ნუ გეშინია აი გამიშვიდა ნუ რა ნერვიულობ შენც ახლა გამარჯობა რა გაიოსტრაფად მოგდა აი ეს როგორმე სასამართლო დარბაზში ყოფ მებუკეს უნდა მიუტანოთ მოას კარგი შესვენებაზე გადავცემ. დავიწყოთ. მოკლედ, მე ვარ დაცვის მოწმე, რომელმაც ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი. და სასამართლოში ჩვენების მისაცემად რომ მივდიოდი, ეს არამზადა იმდენად გათავხევდებულია, პირადად მოვიდა და იარაღის მუქარით ამაბრუნა სახლში. ეხლა მეც არაფერს ვეთყვი, მინდა რომ დროზე მიაწვინოთ ხმა სასამართლოს. კატეგორიულად მოვითხოვ. ამიხსნა სახელმწიფო ვინა ეს კაცი. და რატომ პარპაშობს, ა? და იმდენად გათავხევდებულია, პირადად მოვიდა და იარაღის მუქარით ჟურნალისტმა გამომიგზავნა. ახლა მეც არაფერს ვერ გაყოჭა ხამკაცს. მომდეუცებში. კატეგორიულად მოვითხოვ. გამოაცხადე აუცილებლად რომ მე მოგეც. ეს კაცი. და რატომ ქალაქემ გამომიგზავნა მე როგორც მშველელს და მე მოგეცი. ანუ აქაც წინა საარჩევნო პათოსით ხართ? აბა, არ გინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ვერაძე დამარცხდება? ხმა მიეცი დოდო მებუკეს. მოკლედ, მე ვარ დაცვის მოწმე, რომელმაც ძალიან კარგად დაინახა ყველა. ბატონო გაჩა, შეგიძლიათ გვითხრათ თუ რას აკეთებდით 8 სექტემბერს რესტორან კრუიზში? კი ბატონო. ну, короче, იქ უნდა შევხედროდი ერთ ტიპს. რომელსაც ჩემთვის უნდა გადმოეცა მასალები დანაშაულებრივი სინდიკატის შესახებ. მაგრამ თან იმათი ეშინოდა და პოლიციის შენობაში ვერ მოდიოდა რა. ამიტომ გადავეცი ახლობლის მეშვეობით, რომ რესტორანში შევხვდებოდი. ну, ვითომ საერთოდ არ ვარ პოლიციელი ჩვეულებრივად შევჭამდით, დავლევდით რა და თან ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ისინიც მოსულიყვნენ. და ჩემი ბრიგადა იქვე მელოდებოდა რა, რომ დანაშაულის მომენტში აგვეყვანა რა ნარკოტიკების გადაცემის ფაქტზე. თუ სწორად გავიგე, თქვენ უბრალოდ გაითამაშეთ მოკეიფის როლი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, საქმე სჭირდებოდა ასე. სწორედ ამ საქმეში აი ამ პატივცემულმა ბავშვმა ხელი შემიშალა რა. იტყუება ძალიან ბევრი არაყი და ლუდი დალია. ანდატურს თხოვ დაატოვებინოს დარბაზი. არა, აი არ ყოფნით ამ ბავშვებს ნერვები არაფერზე რა. აი ხო ხედავთ. რა იცის ახლა ამ ჭყიპამ იმ არახს რას უშვებოდი მე იქ.
ან საერთოდ რამდენი სასმის ატანა შემიძლია. ისინი ხო ჯერ ძალიან პატარები არიან და ცხოვრებაზე წარმოდგენაც არ აქვს. ბატონო გაჩა, შეგიძლიათ კონკრეტულად დაგვისახელოთ მიზეზი, რის გამო დაიწყო თქვენსა და ჯემალ ჯეკო გოცირიძეს შორის კონფლიქტი? კი ბატონო, ნუ ვითომ აი ამას ცუდი თვალით შევხედე რა. აი სწორედ იმ გოგოზე წეგან რომ გააგდეთ სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო. მაგრამ იცით რა, მარტო სასამართლოსადმი კი არა. ყველასადმი ეგეთ უპატივცემულობას ავლენენ ეგენი. აი ყველანი. აი მთელი ეგ ჩაიგდა. მოკლედ აი დააქცევენ ამ მიდგომებით ქვეყანას. თუ მაგალითი არ მივეცით. რა არის სახელმწიფო, პოლიცია, სახელმწიფო და კანონის დაცვა. აი